ხო, მე მგონი რომ შეიძლება რაღაც ნაწილს თავისი ქონობისას აშკარად აპირებს რომ ქართულ კომპანიებზე გადმოიტანოს. აქამდე როგორც მე ხვდები ხა მე არ ვარ ასე ვთქვათ მაგის არც ბიოგრაფი და არც მისი ქონების აუდიტი ჩამწარებია, მაგრამ მე როგორც ხვდები ძირითადად მისი ქონების დიდი ნაწილი, მათ შორის ვთქვათ, აი საქართველოში არსებული აქტივების ნაწილი მას ეჭირა ოფშორული კომპანიებიდან ოფშორულ ზონებში, როგორც არის BBA თუ პანამა და ასე შემდეგ. და ეხლა რაც გააკეთა, მე როგორც ხვდები არის ის, რომ ძირითადად ეს ქართული აქტივები ეხლა გადმოიტანა ქართულსავე კომპანიებში. მაგრამ ჩემის აზრით მისი ქონების უდიდესი ნაწილი მაინც საქართველოს მიღმა. საქართველოში რაც აქვს ფიზიკური აქტივები, მას ვხედავთ ხო, რაც არის რაღაც რამდენიმე სასტუმრო, რამდენიმე უძრავი ქონების ობიექტი, წილები რამდენიმე კომპანიაში, მაგრამ ჩემს აზრით ეს მისი ამაში სრულად დარწმუნებული მისი ქონების შედარებით მცირე ნაწილია. უდიდესი ნაწილი მისი ქონების ალბათ არის რაღაც ლიკვიდურ ინსტრუმენტებში და იმართება სხვადასხვა ფონდების გავლით, როგორც მაგალითად ჯულიუს ბერის შემთხვევაში თუ რას ვეძახთ იულიუს ბერს ქართულად ხო მათი მართვის ქვეშ არსებულ ძალიან ბევრ ფონდებში აქვს მას ძირითადად ლიკვიდური აქტივები. ეხლა შემოიტანს თუ არა ამ ლიკვიდურ აქტივებს საქართველოში, ეს დიდი კითხვის ნიშანია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი რომ სულ არ აქვს მას ეს სურვილი, რომ საქართველოში შემოიტანოს მისი საკუთარი ქონების ძალიან დიდი ნაწილი. რაც შემოიტანა, ესეც იძულებულია, რომ ფაქტობრივად აი რას უცვლის საზოგადოებას რომ აუხსნათ ბატონო გიგა, რას უცვლის და რისგან როგორ აზღვევს საქართველოში კაპიტალის შემოტანა ივანიშვილის სანქციებიდან? ეს ამ დაზღვევას საქართველოში პოულობს? მე მგონი რომ დიახ. არა, ვერ აზღვევს. სინამდვილეში რაც პრობლემა რომელიც მის წინაშეა ახლა არის, რომ ოფშორულ ზონებში მას კომპანიები რო აქვს და იმ კომპანიებზე რო ყავს დამოუკიდებელი დირექტორები ან ტრასტიები და ასე შემდეგ, ისინი ახლა გაიქცეოდნენ უკვე ივანიშვილს, იმიტომ რომ არავის არ უნდა სანქცირებულ ადამიანის კომპანიების მართვა. იმიტომ რომ იმ დირექტორებს თავისი რეპუტაცია აქვს, თავისი ლიცენზია აქვს და სულ არ აქვს სურვილი, რომ ივანიშვილს გადაყნენ უფსკულში, ხო? ამიტომ იძულებული იყო, რომ ეს ინტერესები, რაც აქვს ოფშორებში აქვს, გადმოეტანა საქართველოში. ეხლა სხვა პრობლემა დაუდგა, არსობრივად სხვა პრობლემა დაუდგა, როგორც ჩანს, იგივე ჯულიუს ბერთან დაკავშირებით, სადაც ფაქტობრივად მას აქვს ჩემის აზრით ძირითადად რაღაც ლიკვიდური აქტივები, რომელთანაც ეხლა წვდომა შეუწყვეტეს მასაც და მის ოჯახის წევრებსაც. კი ბატონო. და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ჯულიუს ბერსაც თავისი პრიორიტეტები აქვს, ხო? როცა ივანიშვილი და ივანიშვილი არის სანქციების სამიზნე, მისთვის ფინანსური მომსახურების გაწევა, საბანკო მომსახურების გაწევა და მისი ოჯახის წევრებისთვის ესეთი მომსახურების გაწევა ძალიან სარისკოა. დიდი რეპუტაციული ზიანია. ჯულიუს ბერი. დიდი რეპუტაციული ზიანი. შეიძლება იყოს კატასტროფული ფინანსური ზიანიც კი ამ კომპანიებისთვის, რომლებიც შეიძლება დასანქცირდნენ როგორც მეორადი სანქციების ფორმით. ასე რომ და ის რომ ის იზღვევს თავს იმით რომ რაღაცა ოფშორებიდან თავის ინტერესები გადმოიტანა საქართველოში, ვერაფერს ვერ იზღვევს სინამდვილეში. ეს არის იძულება? ეს იძულებითი სვლა. რა თქმა უნდა, იძულებითი სვლა. ყველაზე უფრო ირონიული ამაში ყველაფერში ის არის, რომ მას არ უნდა დიდი ნაწილი თავის ქონების იყოს ინვესტირებული საქართველოში. მხოლოდ მცირე ნაწილი და ისიც იძულებით. იყოს საქართველოში. თვითონ ისეთ ქვეყნად გარდაქმნა საქართველოსაც თვითონ არ უნდა ინვესტიცია. ფაქტობრივად ისევ და ისევ ეს შედარებით მცირე ნაწილია მისი ქონების.
რომელიც მას საქართველოში ახლა აქვს ჯერ ირიბად ჰქონდა კონფიდენციალობის დაცვით ოფშორული ზონებიდან და ახლა მოუწია რომ ეხლა უკვე ყველამ ვიცით ასე ვთქვათ ქართულ კომპანიების საშუალებით იქნება მის ფლობელობაში ქართულივე ფიზიკური აქტივები, რომელიც საქართველოში აქვს, ხო? მაგრამ ესეც კი იძულების შედეგად იყო და აი ეს არის ყველაზე უფრო ირონიული, რომ თვითონ ივანიშვილსაც კი არ უნდა საქართველოში ფულის ჩადება. ისეთ ქვეყნად გადააქცია საქართველოს გადააქცია რა ეს ახალი ამბავი არ არის. მაგრამ საქართველოს ჰქონდა ამ ხნის განმავლობაში რა თქმა უნდა ფანტასტიკური შანსი რომ მართლა საინვესტიციო თვალსაზრისით გაცილებით მიმზიდველი ყოფილიყო, მაგრამ როცა რაღაცა კულისებიდან მართავს ვიღაც მილიარდერი რაღაც ქვეყანას და მიტაცებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები და სასამართლო არის უსამართლო, ეს ერთ ქვეყანაში ფულის ჩადება არავის არ უნდა. კი ბატონო გიგა, მინდა გითხოთ, კი ბატონო, ამ კითხვას გისვამთ, გეტყვით რატომ. როდესაც თავდაპირველად ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზე იყო სანქციების ივანიშვილის დასანქცირების საკითხი და როდესაც ვისმენდით რომ დასანქცირდნენ პარლამენტის დეპუტატები თუ მთავრობის ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ვგულისხმობ მთავრობის წარმომადგენლები არ ვიცოდით მათი სახელები და გვარები, თუმცა ვიცოდით რომ სანქციების ქვეშ მოექცნენ. ივანიშვილი მაინც იყო თავისთვის წყნარად და მშვიდად და ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ბოლო იქნება ივანიშვილი, იმიტომ რომ ერთგვარად ძალიან დიდი გავლენის მომხდენი არის, დიდი ფულის მქონე კაცზე ეს სანქციებიო და რომ ივანიშვილს ეს ფული ადარდებს ყველაზე მეტად, მას არაერთხელ უთქვამს. ახლა საკითხი უკვე მივიდა ბოლომდე, თითქმის გასაგებია რომ სრულფასოვანი სანქციები არ არის, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი სანქციებია და ივანიშვილის ეს ქმედებებიც ამას ცხადყოფს. მინდა გკითხოთ, რა არის წინაშე დადგება ივანიშვილი სანქციების სრულად ამოქმედების შემთხვევაში? ის იქნება თუ არა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდნენ რუსი ოლიგარქები, როდესაც უკრაინაში წარმოებული ომის გამო მათ ფაქტობრივად თითქმის ყველაფერი დაკარგეს, რასაც წლების განმავლობაში აგროვებდნენ. ჯერთ მე არ გეთახმებით იმაში, რომ ივანიშვილი წყნარად იყო, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით სინამდვილეში ივანიშვილი ამის ოსტატია რაღაც თვალსაზრისით, ხო, ცდილობს ისე მოგვაჩვენოს, რომ ძლიერ პოზიციაში ყველაფერი იცის, რასაც აკეთებს, ყველა ქმედების შედეგი წინასწარ აქვს გათვლილი და ამაზე არ აწყობილი მისი რაღაცა ლამის მითიური წარმოდგენა მის მომხრეებს რაც აქვს მის შესახებ და თავის მუდმივად პელეს ეძახის და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ წყნარად არ ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა ერიდებოდა რაღაცა პანიკის ნიშნების ჩვენებას ოპოზიციისთვის და ქართული საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ერიდებოდა. მეტიც ის დარწმუნებულიო, რომ გაფაცისებით ცდილობდა, რომ მომზადებულიყო ესეთი სიტუაციისთვის, რომ ეს სანქციების რაღაც ალბათობა არსებობდა და ცდილობდა, რომ მაქსიმალურად მზად დახვედროდა ამას ყველაფერს. მაგრამ როგორც თქვენ ფაქტურად იგულისხმეთ თქვენივე კითხვაში, ეს ვერ მოემზადები ესეთი სანქციებისთვის მართლა მომზადება შეუძლებელია, თორე ივანიშვილზე ნაკლები მრჩევლები არც იმ რუს ოლიგარქებს ყავთ, ხო, რომლებიც ლამის რაღაცა პატარა საყოფაცხოვრებო ხარჯებსაც კი ვერ გასწევენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე არიან ჯერ კიდევ მულტიმილიარდერები, ისეთი დამანგრეველი და გამომწვევია. რამდენიმე ოლიგარქის განცხადება, როდესაც ამბობდნენ, რომ სახლის კომუნალური სახადების გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, გულისხმობ რუს ოლიგარქებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მივა ამ ზომამდე ივანიშვილი თუ კი უკან არ დაიხევს. ასეთია დასკვნა. დიახ. იცით რა შეესაბამება, მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ რაღაც მომენტში თუ საქმეზე მიდგა, შეთანხმებას მიაღწევს და გადაარჩენს თავის ქონებას. ისედაც ჩემი დაშვება, შეიძლება ვცდები, არ ვიცი, მაგრამ ჩემი დაშვება, რომ მისი პრიორიტეტი არის მისი ქონების დაცვა. კი ბატონო, მადლობა. და ამ ქონების ასე ვთქვათ, გათეთრება
იმიტომ დაიწყო მთელი ეს თავგადასავლები პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბოდიში ამ ჟარგონისთვის, როგორც რუსები თქვენ, გაправებული იყო, კი ბატონო, მადლობა ბატონო გიგა. წაიმუშაო ცოტა ხანი პრემიერ-მინისტრად, რომ ეს გაეკეთებინა და ვერ აღწევს ამას. მადლობა, გიგა ბედნიაიშვილი, ფინანსისტი იყო, დღის